მოვიკითხოთ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი გიორგი ხატიაშვილი. საღამოს მშვიდობისა, ბატონ გიორგი, მადლობა რომ გვერთვებით და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მადლობა მოწვევისთვის. ბატონ გიორგი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, საქართველოს გვერდის ავლით სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის კომენტირებისას, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და თქვა, რომ თბილისი მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის და ამ მიმართულებით ამერიკის მხარის შემხოდ ნაბიჯებს ელოდება. თქვენი ანალიზი არის ძალიან საინტერესო. რეალურად არსებობს თუ არა ეს მზაობა, რაში შეგვიძლია ჩვენ ამოვიკითხოთ ეს მზაობა ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან და ამერიკის შეერთებული შტატებისგან შემხვედრი ნაბიჯები და ამის მოლოდინი, რა შემთხვევაშია მოსალოდნელი ეს შემხვედრი ნაბიჯები? კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. მზაობა რა თქმა უნდა არის, ოღონდ მზაობა როგორია, რომ ესე იგი დაგვილაგდით, ისე რომ ჩვენ არანაირი შემთხვევრივი ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ, ან რაც წარსულში გავაკეთეთ, ის დავივიწყოთ, ან შეიძლება ის მოლოდინიც არის, რომ თქვენ აღიარეთ, რომ ჩვენ რომ ვიზახდით, რომ ამერიკის ელჩაკ მეორე ფრონტი უნდა და ეს აღიარეთ, ან დაიჯერეთ, ან მიიღეთ ეს და ეხლა დავლაგდეთ ჩვეულებრივად და შესაბამისად სუფთა რო იძახიან სუფთა ფურცელი, რა თქმა უნდა, აწყობთ სუფთა ფურცელი. სუფთა ფურცელი ნიშნავს, რომ წინა წლებში რაც გაფუჭდა, ის ყველაფერი დავივიწყოთ და ეხლა დაგველაპარაკეთ და შესაბამისად ეს არის, როცა ამბობენ, რომ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს უკვე ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან. თუმცა, აქ რამდენიმე საკითხია. პირველი ის, რომ არაერთხელ მithქვამს, რომ თუ ტრამპი არ დაგილაგდა, ტრამპს და ამერიკას ამითი არაფერი არ აკვდება საერთოდ, ხო? დედამიწის ზურგზე შეუძლია ესე გააგრძელოს ურთიერთობა. აქ საკითხია, ჩვენ რო ვზარალდებით ამ ურთიერთობის დაულაგდებულობით, შესაბამისად ჩვენ ხო უფრო უნდა ვიყოთ დაინტერესებული იმისთვის, რომ მოხდეს, ასე ვთქვათ, ურთიერთობების დალაგება. ეს ერთი. მეორე საკითხია ის, რომ ასე ვთქვათ, დაჯერება იმისა, რომ რადგანაც ქვეყნის შიგნით თქვათ ტრამპი ბაიდენს აკრიტიკებს, იმის დაჯერება, რომ ეხლა შესაბამისად ჩვენ რო ვიძახდით, რომ აქ ბაიდენი რევოლუციას და მეორე ფრონტს აწყობდა, ამასაც ეხლა მიიღებენ, თქვათ ამერიკელები და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ხა მაინც 250 წლოვანი ინსტიტუციური ბიუროკრატიული და ინსტიტუციური მემკვიდრეობის ქვეყანა, ხო ამ კუთხით, რასაც ესენი deep state-ს ეძახიან, არის ხო ხა ბიუროკრატიული მემკვიდრეობა და ის ქაღალდები, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ დატოვა საქართველოზე, ეს ადმინისტრაცია გაეცნო და ასე თქვა ძალაშია და შეიძლება ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ უკვე წელიწადზე მეტი გავიდა, ხო, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტია და არის ჯერჯერობით მხოლოდ დუმილის სიჩუმე და აქა-იქ კრიტიკა, მაგრამ არსებითი ნაბიჯები არ გადამდგარა, თუმცა ეს დუმილის და სიჩუმეც ერთი მხრივ შეიძლება აწყობდეს საქართველოს ხელისუფლებას, იმიტომ რომ გავიხსენოთ, რომ ბაიდენის დროს ეს net price-ის, ანუ ეს ბრიფინგი არის იწყებოდა საქართველოს თავრობის კრიტიკით და დღესდღეობით არის სრული სიჩუმე და დუმილი. ბატონ გიორგი, ხშირად ისმის საქართველოში ასეთი კითხვა, რომ რუსეთის ხახაში ხო არ დაგტოვებენ, ერთ დროს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი საბოლოოდ ხომ არ გაგწირავს და მარტოობისთვის მარტოდ ხო არ დაგტოვებს ისევ რუსეთის პირისპირ. ამ რუსეთის პირისპირ დატოვებული საქართველო და მზარდი რისკები ამ მიმართულებით და ამის პრევენცია რამდენად შედის დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. ანუ მოლოდინი რო არსებობს იმისა, რომ ხომ არ დაგტოვებს ასე პირისპირ. რატომ არ უნდა დაგტოვოს მაგალითად, ასე დავსვათ ეს შეკითხვა და რატომ შედის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში გაძლიერებული საქართველო დღეს? ჯერ აქ რაღაცა ცნებები უნდა გავმარტოთ, იმიტომ რომ ზოგადად ბევრი რამე გვესმის, ისიც გვესმოდა, რომ ყირიმს უღიარებდა, ხო? პუტინს და ასე შემდეგ და არაფერი არ გამართლა, შესაბამისად ეხლა ეს ცოტა ესეთი ალარმისტული და ისტერიული ანალიზები, რომ ეს ვინცად დაგტოვებს, რაში გამოიხატება დატოვება, ან არ დატოვება. ანუ ეგრეთ წოდებული სტრატეგიული პარტნიორობა რო ქონდა, მაშინ რით არ ვიყავით დატოვებული. ხო, რეალობა და მოცემულობა არის ესეთი, რომ საქართველო არ არის არც ერთი სამხედრო ალიანსის წევრი, თუ უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი, ხო? ჩვენ არა ვართ ნატოს წევრი, ჩვენ არა ვართ ევროკავშირის წევრი და შესაბამისად ჩვენი ესეთი თავდაცვის უნარიანობა და სტრატეგიული მდგომარეობა არის მოწყვლადი. ეს ერთი.
ამის მიღმა რაც შეეხება ხო ამერიკასთან ურთიერთობებს, ეხლა დაკტოვებს, არ დაკტოვებს, რა თქმა უნდა დღესდღეობით ბოლო 2024 წლიდან რაც მოხდა აგენტების კანონის ხელმეორე ინიციერება, გვაქვს, ასე ვთქვათ, შემცირება და მინიმალურ დონეზეა დაყვანილი ეს ურთიერთობები იმ ფონზე, როდესაც გააქტიურებულია ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები, თქვათ, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. სანამ წინა ელჩი წავიდოდა, ითქვა, რომ ჩვენ რაღაცები შეუთვალეთ საქართველოს მთავრობას უკვე ტრამპის ადმინისტრაციის დროს და ასე ვთქვათ, რა ნაბიჯები უნდა გაკეთდეს, რომ ურთიერთობები დაალაგდეს და ეს ნაბიჯები ფაქტია ვხედავთ, არ გადადგმულა. კი ბატონო, ამ მიმართულებით პირიქით განცხადებები კეთდება, მაგალითად ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ აპირებენ ამის შეცვლას და ამ მიმართულებით მოლოდინიც არ არსებობს და აი ზუსტად ამ პირობებში ველოდებით როგორღაც ამ შემხედრ ნაბიჯებს. ხო, აქ რა მოლოდინია, ერთი რომ ტრამპის ადმინისტრაციას მაინდა-მაინც ხო თქვათ გამოჩნდა რომ თქვათ ესე დემოკრატია და ეს დემოკრატიული დღის წესრიგი მაინდა-მაინც არ აინტერესებს ან მას დიდ წონას არ ანიჭებს შესაბამისად აქ როცა იძახიან სუბთაფურცელი ეს მოლოდინიც არის რომ ხა კანონებზე ვილაპარაკოთ საერთო ინტერესებზე ხო ეს საერთო ინტერესები რა შეიძლება იყოს ეგ კიდე ცალკე საკითხია მაგრამ მოლოდინი არის რა რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მინიმუმ რომ ჩვენ გვაქვს ეს ეგრეთ წოდებული რიტორიკული დამთხოვა რომ რასაც ტრამპი იძახის და ტრამპის ადმინისტრაცია ჩვენ ამას წლებია ვიძახით აქ უნდა ითქვას რა თქმა უნდა ერთი მარტივი თეზისი რომ ეხა ეგრეთ წოდებული იდეოლოგიური დამთხოვა ჯერ არ არის საკმარისი რომ თქვა სტრატეგიულ დონეზე ურთიერთობები დაალაგდეს მარტივი მაგალითი მომყავს ხოლმე ხო ნომინალურად ჩინეთიც და ვიეტნამიც თქვათ კომუნისტური ქვეყნებია მაგრამ ვიეტნამი ამერიკისგან კიდულობს შეიარაღებას რომ ჩინეთის საფრთხე დააბალანსოს ანუ ეს თქვათ ერთი მხრივ ეს ეგრეთ წოდებული იდეოლოგიური რიტორიკული დამთხოვა ასე ვთქვათ დიდი არაფერი არ არის იმ კუთხით რომ საქართველოს წონაც ხო ხა ამერიკისთვის მინიმალურია ხო რას წარმოადგენს ჩვენ ხა ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის რომ ახლა იმის გამო რომ საქართველოს მთავრობაც იგივეს იძახის რასაც თქვა ამერიკის პრეზიდენტი ამის გამო ახლა რაღაცა განსაკუთრებული გარღვევა მოხდეს იმიტომ რომ კიდე ერთხელ თუ არ მოხდა გარღვევა ამითი ამერიკას არაფერი არ აქვს კი ბატონო დიახ მეორე საკითხია ის რომ ასე ვთქვათ იდეოლოგიური თანხმობის მიღმა თქვათ საქართველოს მთავრობას აქვს მოლოდინი და სურვილი ასე ვთქვათ რომ როგორც ჩვენ მეზობლებს ვთქვათ ხო ელაპარაკებით მაგრამ მაინც დემოკრატიას არ სთხოვთ ალბათ ეს სურვილია ახლა რომ მეც ნუ მომთხოვთ მაინც დემოკრატიას და დანარჩენზე ვილაპარაკოთ ამ პირობებში არის შესაძლებელი ამ ლაპარაკის დაწყება ხა ლაპარაკის დაწყება ყოველთვის არის შესაძლებელი, იმიტომ რომ ხა ბოლოს და ბოლოს ირანს ელაპარაკება, ხო და ვენესუელა და ამერიკის შეერთებული შტატები, ანუ ხა ეგ პრობლემა ლაპარაკის არ დგას და ნახეთ ეს ნაბიჯებიც გადაიდგა, ხო? ხა რაღაცა სახელმწიფო დეპარტამენტში რაღაცა დონის შეხვედრა იყო. ლაპარაკი პრობლემა არ არის, ლაპარაკის სადმი გვიყვანს ეს არის პრობლემა. კი ბატონო, ამ მიმართულებით ასეთი რამ მინდა გკითხოთ, აი მამუკა მდინარაძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო განხილვის თემა და რაღაცა მოლოდინები უკავშირდებოდა, ჯერ კი იყო თითქოს გასაიდუმლოებული, მაგრამ შემდეგ ოფიციალურად გაცხადდა ამ ვიზიტის შესახებ. თქვენ აი ინფორმაცია გაქვთ, შესაძლებელია ეს ყოფილიყო მაგალითად ურთიერთობის დაალაგების ცდელობა, შეეძლო მას იმ დონის შეხვედრები წარმოებინა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში გაიაქტიურებინა? მე უფრო მგონია, რომ აქ რაღაცა ესეთი უსაფრთხოებითი და რაღაცა ეს კონტერორისტული თუ რაც იქნება ამ საკითხებზე იყო, ალბათ მე ხარანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ამ საკითხებზე ამ კუთხით მე მგონი თანამშრომლობა, რა ჩვენ გაგვიგე არ შეჩერებულა, ხო არის უამრავი ქვედინება, რომელიც ჩვენ არც ვიცით, რომელიც მიმდინარეობს, ხო, იქ ინფორმაციის გაცვლა რაღაცათა, რაღაცა სამხედრო დახმარებასაც ვიღებთ ხოლმე, ხო, ხანდახან გაზეთებიდან ვიგებთ ამ შესახებ. შესაძლოა ამ საკითხზე უფრო მგონია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აქ ვის გაუშვებენ მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ რომ ვიც არ უნდა გაუშვან, ხო, აქ არის არსობრივი საკითხი. თუ ის რატო ვერ ვლაგდები? ჯერ ეს კითხვა უნდა დაისვას და მე ამის პასუხს გავცემთ. ეგ ხა სუსის უფროსი ჩავათო, ვიცე-პრემიერი ამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს და თუ ვერ ვლაგდებით, იმიტომ რომ იქიდან რაღაცებს ითხოვენ, თქვა დემოკრატიული დღის წესრიგის მიმართებაში და ჩვენ არ ვაკეთებთ, გინდა მამუკა მდინარაძე ჩავიდეს და გინდა ვიცე-პრემიერ-მინისტრი და გინდა საგარეო საქმეთა
კი ბატონო, სხვადასხვა მიმართულებით მინდა მოვასწროთ კიდევ რამდენიმე კითხვა. აი ჰელსინკის კომისიაზე იყო საქართველოს საკითხის განხილვა და როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლებაში საქართველოში ეს არასერიოზულად აღიქვეს. უფრო საკუთარ პრობლემებზე წუწუნს გავდაო სპიკერების მხრიდან, ასეთ შეფასებაც მოვისმინეთ. თქვენი შეფასება როგორია, რა მნიშვნელობა აქვს მსგავს ფორმატებში საქართველოს საკითხის განხილვას? უნდა აღელვებდეს თუ არა ეს რეალურად საქართველოს ხელისუფლებას? Ну, მან რისი თქმა შეიძლება ხა ტრადიციულად უკვე შევეჩვიეთ, რომ ჰელსინკის კომისიაში საქართველოს აკრიტიკებენ, მაგრამ აქ რისი თქმა შეიძლება შეითქვას, რომ ზოგადად დისკურსისთვის და მსჯელობისთვის, ხო, ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში აზრის ჩამოყალიბებისთვის ეს ერთგვარად მნიშვნელოვანი ფორუმია იმ კუთხით, რომ კიდევ ერთხელ, ესე იგი, ასე ვთქვათ, გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება და ესე იგი, როგორც არაერთხელ მithქვას, ამერიკის ელიტაში თუ ვინმეს ახლა ძირითადად რა თქმა უნდა საქართველოს არავის არ აინტერესებს და თუ აინტერესებს, ძირითადად უკიდურესად კრიტიკულად არიან განწყობილი და სიტყვის შემწევი, ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებას ჯერჯერობით არავინ არ ყავს, თუ არ ჩავთვლით 1-2 სენატორს, რომელმაც თუ დაუჯერებთ პრესას, თქვათ, დაბლოკა მეგობარი აქტი, ხო? იმის მიღმა და აი ამ ანტისამთავრობო კონსენსუსის წარმოებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფორუმია, ხო, ასე ვთქვათ, ამ კუთხით. თორე დანარჩენი რა თქმა უნდა შეჩვეული ვართ ახლა ხო რომ ჰელსინკის კომისიის თათბირებზე ძირითადად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას. კი ბატონო, აი ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ ეუთოს ექსპერტების მიერ საქართველოსთან მიმართებაში მოკვლევის დაწყებაზე, ზოგადად ამ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებაზე. თვითონ მნიშვნელობა ამის ჩვენ ვიცით რომ ძალიან ძიმე შემთხვევებში იწყებს ხოლმე ეს მექანიზმი მოქმედებას. ამიტომ მინდა კითხოთ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და შედეგები, რაც არის მოსალოდნელი ამ ექსპერტების მუშაობის შედეგად, ეს რა გავლენას იქონიებს საქართველოს თუნდაც საგარეო იმიჯზე, რას სულის ეს საქართველოსთვის და ქართული ხალხისთვის, არა მხოლოდ საგარეო იმიჯზე, ჩვენთვის რა იცვლება რეალურად საზოგადოებისთვის. Ну, ხა ეგ მექანიზმი რა არის, რომ ასე ვთქვათ, ის ევროპული სახელმწიფოები, რომელიც ასე ვთქვათ, შეწუხებული და შეშფოთებული არიან საქართველოს დემოკრატიით, მორიგ მექანიზმს ვთქვათ ამუშავებენ და ვთქვათ მოითხოვეს მორიგი მექანიზმის შემუშავება, რაც არის ერთ-ერთი რა თქმა უნდა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, კრიტიკა, ზეწოლა, ასევე სიგნალის გაგზავნა, რომ ჩვენ უკმაყოფილოები ვართ იმ ნაბიჯებით, რომელსაც თქვენ დგამთ და ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ ეს ნაბიჯები გადავდგათ. ეხლა მოკვლევა სადმი გვიყვანს და მე მით უმეტეს ეუთოში ხო რაღაცა კონსენსუსით მიიღება, მაგრამ ზოგადად რა თქმა უნდა, როგორც ჰელსინკის კომისიის ხდომის არ იყოს, რომელსაც ეხლა დიდი პრაქტიკული გავლენა შეიძლება არ აქვს, მაგრამ დისკურსულად, იმიჯურად რომ საქართველოს მთავრობას ეს იმიჯი ექნება, ეს ნაბიჯები, ხო ზოგადად ხო ეს უკიდურესად კრიტიკული განწყობა კიდე ერთხელ განკიცდება, ასე ვთქვათ, საერთაშორისო საზოგადოებაში ამ კუთხით. კი ბატონო, ბატონ გიორგი, მადლობა